Ცხვალიჭამის გზაზე სოფელ გლდანში ამბოხის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის დეტალებზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი იწყება. შეგახსენებთ, ამირიძეს, კრიალაშვილსა და ოთანაძეს მუხროვანის ამბოხის მცდელობისათვის უკვე 16 დღეა ეძებდნენ. პირდაპირ ეთერში ვხვდავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოგესალმებით. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა ძებნილების კობა ოთანაძის, გია კრიალაშვილის და ლევან ამირიძის დაკავებას, რად როცა ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ორმხრივის როლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმყოფოში. მადლობთ. პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას უსმენდით. ერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი ამ შედეგით დასრულდა გვიან ღამით მუხროვანის ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია. ძებნილებს კრიალაშვილს, ოთანაძესა და ამირიძეს გლდანში ცხვალიჭამისაკენ მიმავალ გზაზე მიაკვლიეს. თვითმხილველების თქმით, სროლა ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა. მოწმეები აცხადებენ, რომ მათ სპეცოპერაციის დეტალები არ იციან, რადგან პოლიციამ სახლში დარჩენას თხოვა. სროლა გავიგონეთ, რომ საღამოს 10 საათისთვისო დაახლოებით. სროლები იყო, ესე თქვეს, ერთი დაიჭრა და ორი დაიყვანესო და ძალიან შეშინებულები იყვნენ ადგილობრივები, ვინც აქ იყვნენ. ცხოვრობდნენო, ეს ვისაც ეძებდნენ, სადმე ცხოვრობდნენო? ას არაფერი არ იციან. საიდანაც მოდიოდნენ და რა ვიცი, მამაკოდიდან. ანუ დაეძებნა პოლიცია. ხო, დაეძებნა. ეხლა დევნა იყო და აყვანის პროცესი. 11 საათისთვის. აი რა გაიგეთ? სროლები გაიგეთ. ხოცროვა. კი სროლები იყო. და აი რა ხდებოდა, არ გამოსულიყავთ? არა, რა ხდება? გარეთ გამოიხედე, მაგრამ გითხრეს რომ შიგნით შედის სახშია. სროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ სხვა გარეთ ვერ გამოვდიოდით. დიდი ხანი იყო სროლა? ალბათ 1-2 საათი. არა, სროლა სადღაც 15 წუთი. მეტი არაფერი არ არის. შეგახსენებთ, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაჭრილები არიან. ისინი ხუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილების სამკურნალო დაწესებულებაში გვიან ღამით 23 საათზე შეიყვანეს. მათ უკვე ჩაუტარდათ ოპერაციები. ოთანაძე და ამირიძე მუცლის ღრუში და კიდურებში არიან დაჭრილები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული, ექიმი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებისათვის საავადმყოფოს ტერიტორია დახურულია. მედიის წარმომადგენლებს შენობასთან არ უშვებენ ადგილზე, მხოლოდ დაჭრილთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ორივეს აღინიშნებოდა ცეცნასური გამჭოლი ჭრილობები და ორივეს დაჭირდა ოპერაციული მკურნალობა. არც ერთი ჭრილობა არ იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია ტექნიკურად ჩაიარა ნორმალურად. მათი მდგომარეობა ახლა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. რა თქმა უნდა, იმყოფებიან რეანიმაციაში. მდგომარეობა სტაბილურია და ჩვენ ამ მდგომარეობით ვიმედოვნებთ, რომ მათ ჯანმრთელობას არაფერი აღარ ემუქრება. მე ვიცი ოჯახის პოზიცია, მაგრამ დაცვაში დასაცავად დაცვისთვის საჭირო ყველა ფორმალური პროცედურა ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული და ოფიციალურად ვერ გეტყვით, რომ ჩავერთე კობა ოთანაძის დაცვაში. ძალიან რთული არის კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე, ვინაიდან მე არ ვიცნობ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და არ ვიცი არც პერიპეტიები და დეტალები ამ სპეცოპერაციის. გაუგული გია კრიალაშვილი კი პირველ კლინიკურ საავადმყოფოს პროექტურაში უხელვეგა დაასვენეს. სამართალდამცველებმა გია კრიალაშვილს, კობა ოთანაძეს და ლევან ამირიძეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს. გავრცელებული ცნობით ძებნილებმა დაკავების დროს ცეცხლი გახსნეს. ორმხრივის როლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. მუხროვანის ამბოხების ორგანიზებისათვის ძებნა კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე 5 მაისს გამოცხადა. თითოეული მათგანის ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯილდო 50,000 ლარი დააწესა. მოგვიანებით კი ჯილდო გაიზარდა და კობა ოთანაძეზე 200,000 ლარი გახდა. ოთანაძის სახელს უკავშირდება მუხროვანის სამხედრო ნაწილში 2001 წელს მოწყობილი ამბოხიც.